გეტყვით არა ეგეც მართალი არის მე ხოდა სხვა რამეს ვიძახ ხოდა ვინც მოდის ჩემთან და მე ვთხოვს ეგრევე სხვა გზა არა მაქვს იმას ვაძლევ და მე აღარ მჩემა ბანკი რო გადავიხადო ეს კერძო პირები რო არიან ფული რომელზეც ხეს ამ ჩემმა ძმაკაცებმა ამჟამად მარტო სახელმწიფო ვალი მაქვს 32000 ჩემს სახელზე არ ფიქსირდება ჩემს სახელზე არ ფიქსირდება შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩემი ორი მშობელი რომელზეც მე გადაამოწმოთ ჩემი ერთ ძმაკაცი ხო და ქალბატონო მშობელზე აგერ გვერდზე ხო და ჩემს სახელზე რო ფიქსირდებოდეს სხვა არის მაგრამ არ ფიქსირდება ჩემს სახელზე მაგრამ მე გელაპარაკებით ახლა ნამდვილ სიმართლეს გეტყვით ახლა პირველი სად შევტოპე პირველად ვიყიდე ვალით მაგარა მერე ეგარ გაუმადგა მანქანა გავყიდე მერე მეორე მანქანას ვალით ვიყიდე იქაც მატორი გამიფუჭდა მერე მატორის ვალით ჩავდგი ის მატორიც არ გაუმადგა მერე მანქანა გავყიდე $2000 დაბადების დღე მქონდა ჯართი იყო ქალბატონო მერე ის მანქანა რო გავყიდე $2000 მქონა ოქროს დაბადების დღე მეცეთ მაოდექი და ეს დაბადების დღე გადავიხადე თითქმის $2000 დამიჯდა მერე ვიყიდე iPhone 16 Pro Max-ი რაშიც 5600 ლარი მივეცი განმარტებით ხოდა ჩემს სახელზე არაფერი ვირას მაძლევს რომ რამე ნეტა მაძლევდნენ გევითან აი დედა ეგ კი გაცო ეგ რა მოხდა და აღარ მქონა ტანსაცმელი და ავდექი რომ ტანსაცმელი ვიყიდე ხოდა ტელეფონი ხო ვიყიდე მე ეს ტელეფონი დავალომბარდე მერე ძვაკაცის მანქანა დავამტრია რაც დამიჯდა $5000 ეგ პლუსვალი მერე ეს ტელეფონი ხოლმე გამომიტანა რაზე დამირეკავ თორე დამირეკავ ეს ტელეფონი $2000 ლომბარდიდან გამოტანა დამიჯდა და რა ვიცი მაგ ქალბატონო ამდენი ვალი და დედას გეფიცები თუ რამე მომეთყუებიოს ახლა ახლა რა ვიცი ამას თუ მუშაობა აქვია მივდივარ მოდივარ საქმე არ გეტევა ქარია ობიექტზე მუშაობ კერძო კომპანიაში კედელს ხვრიტავ დანადგარი თუ გინდა ფოტოს ჩაგიგდე პრინტი უხვრიტავ და რას ვაკეთე რა გავაკეთო სამსახურიც არა ხო არის მაგრამ არ არის სამუშაო და სამსახურია აი რა უკნა 650 ლარი უფროსი 500 ლარი მქონა ვალი და დაიტო და 650 დამერიცხა შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს ბანკზე მქონა მინუსი იმან წაიღო 200 ლარი კერძო ჩამირიცხა ახლა სადგან ახო რეკვიზიტები ქალბატონო რისი ქალბატონო სახელმწიფო არ მერიცხება ჩვეულებრივი ადამიანი პიროვნება მირიცხავს ქალბატონო ჩაგიგდებს სკრინს ჩარიცხულებს ხო და ჩაგიგდებს სკრინს რა გავაკეთო მე ხან ხელზე ვიღებ და ხან მობაილ ბანკზე მერიცხ თუ შევ ახლა მე ვცხოვრობ ისანში ჩემი უფროს ნახალოგაში თუ სადმე გადაკვეთა გვაქვს ხელზე ვართო და თუ არა და ვარიცხიებ აბა 200 ლარი მქონა მინუს სადმე რო შევხვედრილიყავი ხელზე გამოვართო და 200 ლარის მინუსი წასვლა შეიძლება ჯო გასაგები არის ქალბატონო რა გავაკეთე გეფიცები ყველაფერს რომ მქონეს თუ არ გედემეხადა დედას ვიცავარ ახლა ვეგედავერდი გევი ვიცი განა არ ვიცი ყოველდღე ლაპარაკები თქვენნაირ ადამიანს ვიცი მეც გადავიხდი დედას ვიცავარ უბრალოდ მეც გადავიხდი უბრალოდ ახლა ნახეთ
რა გადაობაში ვატარებ? გეფიცები 32,000 ვარ მქონეს ხვალ და მე ნახეთ რა ხდება. რაც ისეთი არის ხოლმე რა, მაგალითად ტელეფონის ლომბარდი, რაც შეიძლება რომ გამეყიდოს. მაგის გადახდა მიწევს ხოლმე. მერე ქირა, რაც შეიძლება რომ გამაგდონ, მაგის გადახდა და ეს ჯერჯერობით სტაბილურად არის და მაგიტო ვერ გადავიხადეთ, თორე ახლო მომავალში დავფარავ. აუცილებლად დავფარავ. ხო და მეც მაგას ვიძახარ ბატონო. დავფარავ, რა გავა არ მაგ. არა მაქვს მეტი მაქვს, მაგრამ ამ თვეში მაგდენი და მე რიცხა. რასაც ვიმუშავებ, იმდენი მაქვს და ხან ამინდია არასტაბილური ხელფასი. ახლა გუშინე თუ გუშინ წინ თუ საშუალოდ 1000 ლარი. ქირი ცხოვრობ 300 ლარი მიწევს ყოველთვის. ხო. კი. 300 ლარი, 280 ლარი. კომუნალურებით 300 ლარი. კი. 5 ვცხოვრობ, ერთხელ ვცხოვრობ 5 და მეტი რა უნდა გედა ესეც ბევრი. გეფიცები. ხო 5 ვარ. ხო, აბა სად არის? მარტო ისე 1000 ლარი კი და მარტო სად არის რო იწია. ბალღოჯიანი, პირველივე ქუჩაზე ვცხოვრობდი. მაგრამ ხო არა გეუნები და სულ 2 ქუჩა გვაქვს ბალღოჯიანი. პირველი და მეორე, მე მთავარზე ვცხოვრობ პირველზე, კოჭას მაღაზიის გვერდზე. სხვა მაღაზია არ გვაქვს სოფელში. რა ყველა იქ ცხოვრობს შემგარ და მე ვარ მარტო აქ წამოს რანმე რას მოვდიოდ რაც აქ წამოვედი მის მერე ირია ჩემი ცხოვრება კი დახვდებიან მაგრამ აზრი არ აქვს ერთხელ უკვე გაგზავნილი გააქვთ ეგე და რომ მივიდა ასე უთხარი ყურადღება არ მიაქციოთ მეთქი დამიჭერენ ნეტა დამიჭირონ იქნება დევისვენო არა თუ რამე შეიძლება რომ დამიჭირონ გას ხო და რა ვიცი არა მე ახლა ასე წევიდე რამე გავძარცვო ასე კი არ მინდა თუ დამიჭერენ 1-2 თვე დამიჭირონ ნახვამდის ქალბატონო ვიცი თქვენ გარეშეც ვიცი ქალბატონო ვიცი რა გავაკეთო ბევრი ვალი მაქვს მართლა ვერ ვიხდით ვარ რო ვიხდით ახლაც თუ გინდათ თუ მაგდენი საშუალება თუ შეგიძლიათ რაღაც გადაამოწმენ საქართველოს ბანკზეც მინუსი მაქვს ახლა სესხი მაქვს იქაც გადასახდელი ლიბერთიც გადაამოწმეთ ოქროს ლომბარდის სხვა და გადაცილებაში მაქვს ძალკე სესხი სხვა და გადაცილებაში მაქვს კიდე სად მაქვს მინუსი TBC საქართველოს ლიბერტ სამივეზე შეგიძლიათ ჩემ მონაცემები ნახოთ რომ სამივეზე ვარ და გადაცილება მარტო თქვენ არა თქვენსაც კი არ ვიხდი თუ გადაუხდები მაგრამ თქვენი კი არა ისინიც გადაუხდებიან ნახვამდის